მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ისტორიის გაკვეთილი კვლავ ეთერშია, მე გახლავართ მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბელქანია. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა შეიძლება ითქვას, რომ ორ გადაცემად იყოფა. თბილისში წმინდა ანდრია პირველწოდებრივი სახელობის უნივერსიტეტში, ქართულ უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო კონფერენცია გაიმართა, რომელმაც თავი მოუყარა სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველოლოგებს. ესე ვთქვათ. შესაბამისად ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი ჩამოვიდა. მე წარმოგიდგენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველ სტუმარს, ქალბატონ ლია ბაშელეიშვილს. მოგესალმებით ქალბატონო ლია, თქვენ ბრძანდებით მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ირანისტიკის კათედრის ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებელი დოცენტი, წმინდა ტიხონის სახელობის უნივერსიტეტის დოცენტი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ყველაზე მეტი დიასპორა მაინც ცხოვრობს რუსეთში. რა ხდება ქართულ ენასთან მიმართებაში, როგორ ვითარდებიან ეს ადამიანები, როგორ ღებულობენ განათლებას, როგორ ინარჩუნებენ თავიანთ იდენტობას. ალბათ ყველაზე კარგად ამის შესახებ მოგვითხრობთ თქვენ. ქართოლოგიის განვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვექტორი იქნა წარმოჩინებული ამ შესანიშნავ კონფერენციაზე და მეტწილად ღვთაპატივი ყოფილიყავი მისი ერთ-ერთი მონაწილე. დიდი მადლობა ბატონ დარიელს, რომ მომიწვია. და მე მინდა აღვნიშნო ერთი რამ და ეს ორი პრობლემა არა ურიოთ ერთმანეთში. როდესაც მე ვსაუბრობ მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში ქართოლოგიის განვითარების პერსპექტივაზე, იქ არის სრულიად სხვა პარადიგმა. ეს არიან რუსები, რუსეთის მოქალაქენი, რომლებიც აგრძელებენ სწავლას მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილებაზე აფრიკისა და აზიის ინსტიტუტში. იქ საკმაოდ მცირე რიცხოვანი ჯგუფები გახლავთ, იმიტომ რომ ძალიან დეტალიზირებულად შეისწავლება ყველაფერი და ესენი იქნებიან თავის კვალიფიკაციით ქართველოლოგები. ანუ მიმართულება მათი იქნება ქართველოლოგია, იმისთვის რომ ისინი გახდნენ პროფესიონალები და კვალიფიცირებული ისტორიკოსები, აუცილებელია ენის შესწავლა, სპეციფიკა ასეთი გახლავთ და პირველ აღმოსავლურ ენას აი მოცემულ სისტემაში ეთმობა 16 საათი. კვირაში 16 საათი და მე მინდა გითხრათ, რომ კვირაში 16 საათი ძალიან ბევრია 16 საათი, იმიტომ რომ ისინი ფაქტიურად ნულიდან იწყებენ თავიანთ სწავლა-განათლებას. ეს ერთი. მეორე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქართოლოგიის განვითარებაზე წმინდა ტიხონის უნივერსიტეტში, მას სრულიად სხვა დანიშნულება აქვს. ეს არის აღმოსავლეთმცოდნეობის განყოფილება, აღმოსავლური ფილოლოგია და მის ამოცანას შეადგენს ყოველ შემთხვევაში თუ ეს იქნება წარმატებული პროექტი ან სტუდენტი იქნება ძალიან წარმატებული, რისთვის სჭირდებათ მათ ეს კადრები? მათ სჭირდებათ ეს კადრები იმისთვის, რომ აითვისონ დაუშვათ ის სულიერი მემკვიდრეობა, რაც არსებობს ქართულ ენაზე, გადათარგმნონ კომენტარები, სამეცნიერო გამოკვლევა და ასე შემდეგ, რომ ეს ყველაფერი კონდეს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას. ისინი ამ ამოცანას ჭრიან, ამ თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ქართული ენის კურსებზე, რომელიც არსებობს ქართველთა კავშირი რუსეთში ამ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ბაზაზე, აი ზუსტად მანდ ვაწყდებით უკვე ქართულ პრობლემას. იმიტომ რომ აქ ძირითადად მოდიან ემიგრანტების შვილები, რომლებიც პირველივე თაობაში კარგავენ ენას. ეს არის ჩვენი დიასპორის ერთ-ერთი თავისებურება, რომ პირველივე თაობაში მე მაქვს საუბარი რუსეთში ცხოვრებ ქართველებზე, პირველივე თაობაში იკარგება ენა. თუ ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა პრეცედენტები დაუშვათ თურქეთში, სრულიად სხვა პრეცედენტები ირანში, სადაც ამდენი საუკუნის განმავლობაში ხალხმა შეძლო ენის შენარჩუნება, დღევანდელი განვითარების პირობებში, დღევანდელი რუსული რეალობის პირობებში ქართველები ძალიან უცებ, ძალიან სწრაფად კარგავენ ენას და ხდება იმ პრობლემის წინაშე, რომ 16 წლის ასაკში ქართული ენის შესწავლას იწყებს
ისე როგორც უცხო ენას. დაახლოებით რა რაოდენობაზეა ადამიანთა საუბარი? ადამიანთა ძალიან დიდ რაოდენობაზე. მოსკოვში და მის დაახლოებით მოსკოვში და მის შემოგარენში ლაპარაკია დაახლოებით 1 მილიონ ადამიანზე მოსკოვის და ლენინგრადის შემოგარენში ალბათ ერთად. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ ეს რამხელა რესურსია, რომელიმე დიდი ერი თუ მისცემს თავის თავისუფლებას დაკარგოს ამხელა ადამიანური. ანუ თქვენ ამბობთ რომ ჩვენ კარგავთ ამ ადამიანურ რესურსს. ეს ადამიანური რესურსი თუ ყველაფერს მიუშვებთ თავის ნებაზე, ეს ადამიანური რესურსი დაიკარგება. ხო, მაგრამ მათ ხომ უნდა იცოდნენ ჩვენი სახელმწიფო ენა? მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ ჩვენი სახელმწიფო ენა, მაგრამ მათ არ აქვთ ამ სახელმწიფო ენის შესწავლის საშუალება. აი ამაზე ვისაუბროთ. აი ამაზე ვისაუბროთ. კი ბატონო, არსებობს სკოლა ამაზე იყო კონფერენცია საუბარი არსებობს ქალბატონ ლეხა თქვენ არაჩვეულებრივი განათლება გაქვთ მიღებული თქვენ თბილისში დაამთავრეთ თქვენი სადისერტაციო თემაც კი ჩემთვის ძალიან საინტერესო ეს მონასტრული ცხოვრების პრინციპები ქართულ ჰაგიოგრაფიაში ეს ფუფუნებაა რომ ასეთი ადამიანი ასწავლიდეს მათ ხომ მაგრამ ანუ რა სახელმძღვანელოებით ასწავლით რა ადამიანური რესურსია კიდევ თქვენთან ერთად ჩართული და ზოგადად რა ტიპის განათლებას ღებულობენ რუსეთში ცხოვრები ქართველები რაც შეეხება სახელმძღვანელოებს ის სახელმძღვანელოები რაც გამოიცემა საქართველოში ფაქტიურად ის არის განკუთვნილი იმ ძირითადად განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის რომლებიც ცხოვრობენ გარემოში და ვინც იცის ისედაც ქართული და ეს არის დედაენა და ეს არის მათთვის დაუშვათ ქართულის სალიტერატურო ქართულის შესწავლის საშუალება. როდესაც ადამიანი ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და ის ფაქტიურად მეტყველებს იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაზე, არის იმ ქვეყნის მოქალაქე, ამას ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით. არის იმ ქვეყნის მოქალაქე, გასაგებია, რომ ქართული ენა მან უნდა შეისწავლოს ან ოჯახში, ან სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში არსებობს ასეთი სკოლა, ეს არის სკოლა ეთნოკულტურული ქართული კომპონენტით და იმ სკოლაში ოდესღაც თავიდან ვასწავლიდი მეც დაახლოებით 7 წლის განმავლობაში, მაგრამ მაშინ სხვა სტატუს-კვო იყო და სრულიად სხვა სიტუაცია. ახლა არის მხოლოდ 2 საათი და როცა მე ვასწავლიდი, მაშინ სკოლას ეძლეოდა კულტურული კომპონენტი, რომელიც იძლეოდა მას ჰქონდა იმის რეზერვი, რომ თავად ერეგულირებინა, რამდენი საათი უნდა დათმობოდა ქართულ ენას, რამდენი საათი უნდა დათმობოდა ქართულ ლიტერატურას, რამდენი საათი უნდა დათმობოდა საქართველოს ისტორიას. სამწუხაროდ ასეთი შესაძლებლობა ახლა არ არსებობს. ეს დაყვანილი იქნა ყველაფერი 2 საათზე და ალბათ იმის გამო რომ მე შევინარჩუნებდი ალბათ იმ სკოლასთან კონტაქტს აუცილებლად, მაგრამ ჩემთვის ეს წარმოუდგენელია 2 საათის განმავლობაში, რა შეიძლება ასწავლო. ისე მოთხოვნა არის, იმიტომ რომ 1,5 მილიონი აუდიტორიას ერთი სკოლა რო უნდა მოთხოვნა არის. 1,5 მილიონი აუდიტორიას არ მიჰყავს თავისი შვილები ქართულ სკოლაში. პირველ, ეს არის დიდი ქალაქი, დიდი მეგალოპოლისი, დროსთან არის დაკავშირებული, არ აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი ფუფუნების საშუალება რომ ატაროს ბავშვი დაუშვათ ქალაქის ცენტრში იმ ერთ სკოლაში და ასე შემდეგ. იქ უამრავი პრაქტიკა ის მუშაობს დილიდან საღამომდე. ამიტომ მას არ შეუძლია იმ პატარა ბავშვის ტარება დაუშვათ ერთი ქალაქის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში. ამიტომ ის ირჩევს სკოლას სახლთან ახლოს. ეს რას იწევს? ეს იწევს იმას რომ ბავშვი ყალიბდება რუსულენოვან გარემოში თავიდან ბოლომდე, მას უქრება ქართული ფონეტიკისთვის დამახასიათებელი საარტიკულაციო უნარჩვევები. მშობლები ცდილობენ იმის გამო, რომ რუსულ სკოლაში მასწავლებელმა შენიშნა არ მისცეს, რომ ბავშვს აქვს საშინელი აქცენტი. ცდილობენ ელაპარაკონ შვილებს, საკუთარ შვილებსაც კი რუსულ ენაზე. სახლში ამ დროს შეიძლება ის საერთოდ არ ფლობდეს მშობელი რუსულ ენას ნორმალურად, მაგრამ მაინც ასე იქცევა, მაინც ასე აკეთებს და ეს იწვევს გაუცხოებას თაობებს შორის, აღმოჩნდა ისე რომ შვილებს მშობლების ენა არ ესმის, რა თქმა უნდა, სიმბოლურად ვიყენება ამის ენას და მშობლებს შვილების. ეს ერთი დიდი პრობლემა. სოციალური ადაპტაციის პრობლემა მეორე დიდი პრობლემა გახლავთ, მაგრამ მე მინდა ვთქვა ერთი რამ. მთელი ჩემი ცხოვრება შეგნებული, როდესაც უნივერსიტეტში სწავლობდი, ასპირანტურაში სწავლობდი, ყოველთვის ფიქრობდი, რომ ენა
არის ადამიანის ეთნიკური იდენტიფიკაციის აუცილებელი კომპონენტი. დიახ. ჩემი ცხოვრების ამ ასაკში გადავაფასე ჩემი არ არის ესეც? გადავაფასე ეს ჩემი შეხედულება და პირველ ადგილზე, ანუ პირველ პუნქტად მაინც გამოვყოფდი ისტორიულ მეხსიერებას. დიახ, დიახ. თუ ადამიანს აქვს მეხსიერება იმისა, რომ ის ქართველია, დიახ. ესე იგი ის არის ქართველი. დიახ. და უამრავი პრაქტიკული მაგალითი მაქვს ამის. მოსულა ჩემთან მაგალითად ქართველთა საზოგადოება რუსეთში 80 წლის კაცი, რომელიც იყო უაღრესად წარმატებული პროდიუსერი ტელეკომპანია ოსტანკინოში. უაღრესად წარმატებული, აი ყველა საზღვარგარეთული პროექტი იყო მისი. ანთროპოლოგიურადაც ქართველია, სულით გულით ყველაფრით ენა არ იცოდა და წერა კითხვა იცოდა. დაბადებულია მოსკოვში. დაბადებულია მოსკოვში. მაგრამ მას აქვს არაჩვეულებრივი, ქონდა არაჩვეულებრივი მეხსიერება იმისა, რომ იყო ქართველი და უნდა ესწავლა, რომ ცხოვრების ამ ასაკში ვერასოდეს ვერ მოვიცალე ამისთვის. და 80 წლის ასაკში იყო ყველაზე ბეჯითი მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში. ისწავლა ქართული. ყველაზე ძნელი, ყველაზე რთული იყო, რა თქმა უნდა, ეს მისთვის ქართული ისწავლა. ისწავლა ქართული, წერდა, კითხულობდა, არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიცდიდა ამ პროცესს, მუშაობს, არ იყო პენსიონერი. ჩვეულებრივად აგრძელებდა თავის სამუშაოს. მე მინდა ვთქვა, რომ სანამ ადამიანს აქვს ისტორიული მეხსიერება და ეს კატეგორია ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერების კატეგორია, მანამ ის არის იმერის კუთვნილება. რამდენ თაობას გაყვება ეს ისტორიული მეხსიერება? და თუ ენა როგორ გადასცემენ? თუ საკუთარ ენაზე ის ვერ ახერხებს ქაბატონ თამარ თქვენ სწორად გამიგეთ. მე როგორ შემიძლია ვთქვა, რომ ენა არ არის აუცილებელი. არ შემიძლია ამის თქვა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე პირველ რიგში. მაგრამ თქვენ გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ეს მომენტი არსებობს. ეს მომენტი არსებობს, მე ამ ადამიანებს წავაწყდი. არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, ეს არის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი. ის თავს თulis ქართველი. კი, და ტვინი მიმღებია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ იცოდეს ქართული და არის რუსულენოვანი, მაგრამ ქართველია თავის პოლიტიკური მოწამსით, შეხედულებებით, გადაჩვევებით, ღირებულებებით, იმ ფასეულობებით, რაც ჩვენ ერს გააჩნია. ამიტომ იდენტიფიკაციის ეს ფორმა, რომ ენის გარეშე ადამიანი არ არის ქართველი, რატომღაც ამ პერიოდში ჩემთვის მაინც დადგა კითხვითი ნიშნის ქვეშ და მე მაინც ვფიქრობ, რომ მეხსიერებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ქალბატონ ლია, სანამ ჩვენ დავიწყებდით გადაცემას, ესე საუბრობდით, თქვენ ბრძანეთ, რომ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები, ხო, ალბათ 1.5 მილიონი არა, მაგრამ რაღაცა დიდი პროცენტი მაინც აპირებს, რომ საქართველოში დაბრუნდეს, მაგრამ რა არის რეალობა, როდესაც ადამიანები ისეთი ქვეყნიდან, როგორიც რუსეთია, თავისი სპეციფიური განათლებით, ცხოვრების წესით, მენტალიტეტით და ამავდროულად ჩამოდიან, ბრუნდებიან სამშობლოში. ანუ როგორ გაქვთ წარმოდგენილი ამ ადამიანების სოციალიზაცია, რადგან ჯერთი ენა ძალიან სუსტად იციან. მერე ჩვენ შორის არის ის კულტურული თანაფარდობა, რომ მათ შეძლონ აქ ჩვეულებრივ გააგრძელონ მუშაობა და არა ცხოვრება. ცხოვრება ჩვეულებრივად შეიძლება გააგრძელო, მაგრამ აი მუშაობა ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემა. ძალიან დიდი პრობლემა ეს იქნება არა მხოლოდ ჩვენი თანამემამულეებისთვის სასინჯიქვა, არამედ თვითონ ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასინჯიქვა. რამდენად იქნება შესაძლებელი ამ ადამიანების ინტეგრაცია, ხელახალი ინტეგრაცია დასაქმებით, თავისი პროფესიით რომ დასაქმდნენ. ეს არის ყველაზე რთული პრობლემა. აი, რაში მდგომარეობს პრობლემის არსი? ჩვენ ცუდ განათლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს, იმიტომ რომ თქვენ ხომ თქვენ ხართ განათლების ექსპერტი, ხო ასეა თქვენ აკვირდებით მოვლენებს, თქვენ თაობებს აკვირდებით, როგორ ღებულობენ თქვენი შვილი ცხოვრობს თბილისში. ანუ რა სხვაობას ხედავთ ჩვენთან მიღებული განათლებასა და მოსკოვში მიღებულ განათლებას შორის? მე ვიქნები ამ შემთხვევაში კორექტული და ვიტყვი ასე, ვისურვებდი ბევრად უკეთეს. აქ თუ იქ? აქ. საქართველოში ვისურვებდი ბევრად უკეთეს. იმ პრობლემებზე არის ხალხი, რომელიც იმ პრობლემებზე იზრუნებს. საკმაოდ დიდი ქვეყანაა ჩვენთან შედარებით. ამ შემთხვევაში მე მინდა საქართველოს პრობლემებზე ველაპარაკო, ვისურვებდი ბევრად უკეთეს. ვისურვებდი იმ უნარჩვევებს, რაც საბედნიეროდ რუსულ გარემოში უვითარდება ადამიანს. ეს აუცილებლად უნდა ითქვას. ეს არის გულმოდგინება პირველ რიგში, დიდი ნებისყოფა სწავლაში.
დიდი ნებისყოფა და დაძლეული ამოცანების გადაჭრის უნარი. არასაქმის გაიოლებით, რომ აი ეს იცით რა არის, ეს პროგრამები რთულია და აუცილებელია დაუშვათ მისი გამარტივება. არა, პირიქით, აი უნარჩვევების გამომუშავება, რომ ბოლომდე მიყვნენ თავიანთ არჩეულ საქმეს და რაც შესასწავლია, ის შეისწავლოს. კარგით, მეორე. პირველი პრობლემის არსი გასაგებია. მეორე, რას ფიქრობთ, რომ შეიძლება რეკომენდაცია მიეცეს? ვერ გეტყვით, ძალიან რთული პრობლემის წინაშე დადგებიან, იპოვიან თუ არა ისინი თავიანთ ადგილს საქართველოს. ჩემ პირადი ოჯახის მაგალითიდან გამომდინარე, მე ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავ. პრეცედენტი, რომელიც ახლახან იყო და სულ ახლახან შესანიშნავი ექიმები, ახალგაზრდა ექიმები, რომლებიც შეეცადნენ საქართველოში რაღაცნაირად სამსახურის პოვნას, ეს ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა და ისინი სამუშაოდ წავიდნენ გერმანიაში. მაგრამ მათ რომ ეპოვათ ასეთი, ქონოდათ ასეთი შესაძლებლობა საქართველოში, ისინი გერმანიაში არ წავიდნენ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს რეალურად ქვეყანა კარგავს როგორც პროფესიონალს? რეალურად ქვეყანა კარგავს როგორც პროფესიონალებს, იმიტომ რომ არ არსებობს მექანიზმი, როგორ შეიძლება ამ ხალხის გამოყენება, აღრიცხვა, აღნუსხვა და შემდეგ დასაქმება საქართველოს საკმაოდ მაღალი რანგის სპეციალისტები. აი ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. მე ვლაპარაკობ საკმაოდ მაღალი დონის. საკმაოდ მაღალი დონის განათლებულ, უაღრესად კვალიფიცირებულ ახალგაზრდა ხალხს. კი ბატონო, თუ თქვენ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ძალიან პატარაა, მცირერიცხოვანია, უფრო სწორად, ალბათ დიდი ფუფუნება უარის თქმა. დიდი ფუფუნება უარის თქმა. აი რომ მათ მშობლებს რომ დაელაპარაკოთ, ყველას იმედი აქვს, რომ შვილები ოდესღაც საქართველოში დაბრუნდებიან და დაახლოებით ამგვარ საუბარს ხშირად გაიგონებთ. მე შესაძლოა ჩემ შვილს ვერანაირი მატერიალური დაუშვათ დოვლათი ვერ შევქმნი, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რომ მას მიიღო შესანიშნავი განათლება და უცებ მთელი ოჯახი დგება იმ ფაქტის წინაშე, რომ ეს შესანიშნავი განათლება თურმე არავის არ სჭირდება. ხო, არა ხა ასეთ ტრაგიკულ ნოტაზე არ მინდა რომ დაგემშვიდობო და შემდეგ სტუმარს თხოვო რომ თემა გავაგრძელოთ, მაგრამ ალბათ ყველაფერი წავა იქითკენ, რომ ადამიანი მივა თავის სამშობლომდე და სამშობლო იცნობს მას ფილოსოფიურ ცნობაზეც არის საუბარი, მე იმის თქმა მინდა რომ ეს ხალხი შესანიშნავად ეწყობა თავად რუსეთში. თქვენ არ გეგონოთ რომ ისინი რეალიზაციის გარეშე რჩებიან. შესანიშნავად, მაგრამ საქმე ისა რომ მათ აქვთ სურვილი საქართველოში ბუნებრივია და ყველა ვისაც აქვს სურვილი მას ვუსურებთ რომ ქვეყანაში დაბრუნდეს და ამით ქვეყანაც გაძლიერდება ბუნებრივია. ჩვენ ახლა ქართოლოგიაზე კი არ ვისაუბროთ, უფრო სოციოლოგიურ მომენტებზე გავაკეთებთ. ესეც ერთგვარი ფონია როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეს ფონი სანამ არ დარეგულირდება, მანამდე არც აქვს ალბათ აზრი გამართული სახელმძღვანელოების შექმნას, თუმცა ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გამოვუშვით მოსკოვში, მე სამწუხაროდ არა მაქვს დღეს თან ბატონ ტარიას მივეცი ერთი ეგზემპლარი. ეს იყო რამდენიმე წლის უკან, 4 წლის უკან მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტის ბაზაზე ორტომეული ეს გახდათ введение в грузинскую филологию и грузинский язык первая часть, ასევე აუდიო მასალები, ერთადერთი რაც ვერ მოვახერხე, გამეკეთებინა ეს იყო ჟესტი და მიმიკა, რომელიც ასევე აუცილებელია ამ კორპუსისთვის, იმიტომ რომ წამოიჭრა იქ გამომცემლობასთან საკითხები ქართული ფილმებიდან იყო ვიდეო რგოლები გაკეთებული და რომ ამისთვის საჭირო იყო ოფიციალური თანხმობა, პროექტს აგვიანდებოდა. ანუ საავტორო უფლება საავტორო რომ არ დაგვერღვია, გადავდეთ ამის გაკეთება შემდეგისთვის. რა თქმა უნდა, ეს ტირაჟი სრულად გაიყიდა და ის გამოსცა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ეს სახელმწიფო შესანიშნავი კომპლექტი გახლავთ და ვაპირებთ თავიდან გამოცემას ალბათ მომავალ წელს. და იქიდან და სამწუხაროდ ვეღარ წამოვიდა. მეტი აღარც დარჩა, სულ 10 ეგზემპლარი დარჩა ისიც ჩვენთან კათედრაზე. კი ბატონო, მე უბრალოდ გული მწყდება, რომ ჩვენ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბროთ მანამდე და ამ ერთი გადაცემის ფარგლებს, სადაც რამდენიმე სტუმარი მინდა წარვადგინო, ვერ ჩავეტევით. თქვენ ძალიან დიდებულ საქმეს აკეთებთ და მე წარმატებებს გისურვებთ და ყველა ის ადამიანი, ვინც ქართველია, ვისურვებ, რა თქმა უნდა, რომ ან საქართველოში ცხოვრობდეს, ან ცხოვრობდეს სადაც უნდა იქ, ოღონდ იცოდეს ქართული. ძალიან დიდი მადლობა. ქართული და ილაპარაკოს ქართული.
ლაპარაკოს ქართულად. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ძურხოს ტელემაყურებლები, ჩვენ ბუნებრივია ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. მე წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის მეორე სტუმარს, ეს გახლავთ ოსმან აითექინი. ეს არის თურქი მეცნიერი, არქეოლოგი, ვანის უნივერსიტეტის დოცენტი, ართვინელი ადამიანი შავშეთის რეგიონიდან. ძალიან საინტერესოა მასთან დიალოგი. ბატონო ოსმან, მოგესალმებით. თქვენი ვიზიტის მიზეზი რა არის, იმიტომ რომ თქვენ არქეოლოგი ბრძანდებით რეალურად? ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. ორნახევარ თვე გეიარა თურქეთიდან ჩამოვალ. მე თბილისში ვარ ორნახევარი თვე გახდა. მე ქალაქ ართვინიდან შავშეთის რაიონიდან ზველად იმერყევებნეოდენ. იმ ალაგიდან იქნები ბადე ხევსურია ჩემი სოფელი. ახლა ვცხოვრობ ვანის ქალაქში. უნივერსიტეტში მუშაობ, იქ არქეოლოგი ვარ. ზველად სოფელში მე ძველი ქართველებიდან ვარ. სახში, ოჯახში დედა, მამა ლაპარაკობდნენ ქართულად. მეც მაშინ ვისწავლე ქართულად. ხო, ნუ ჩვენს მაყურებელს ვეთქვით, თქვენ ქართველი ბრძანდებით. დიახ. როგორც კითხვა და წერა არ ქონდა. იმიტომ ახლა ახალ სახელმწიფო უნივერსიტეტებში თურქეთშიც ყარს ქალაქში დაიწყო, მერე არდაანში. მერე ართვინში, რიზეში, დუზჯეთში ქართველის ენის დასწავლის ალაგები გამოვიდნენ. ახლა ისწავლიან თურქების ქართველის ენას და პრობლემა აღარ არის. ზველად ჩვენ მეზობლები ვართ. თურქების დროზე დაიწყო, მერე ოსმალეთის დროზე გაგზელდა და ახლას ახალ დროზე თანამედროვეზე და ეს მეზობლობას კარგა იქვესო გვინდა. ჩვენაც არქეოლოგები ჩამოელით 5 წელს წინ აქა გვინდოდა კი საქართველოში ოსმანების დროიდან რა არის დარჩენილი მეჩეთები არ არის ისინი მევიარეთ აქ კულტურის მინისტრის ერთად მერე აქ კულტურის მინისტრის სპეციალებმაც ჩამევიდნენ თურქეთში ერთად ვიმუშავეთ და იქები ეკლესიები სხვა ზეგლები დევინახეთ და დაიწყო ქართული და თურქისა კულტურული ერთიერთობა. ეს ველად ასე არისო რატომ არისო პასუხის ასე ითქმის ზველად აქ ევროპაში რუსები იყვნენ. მაშინ თურქეთიდან აქ შემოსვლა ძნელი იყო. აქედანაც თურქეთში გასვლა ძნელი იყო. ის დროები დღე გათავდა და იმისთვის მოხარული ვართ კი ძველი მეზობლები ერთმანეთი კიდენ დაუკავშირდით ერთიც ერთმანეთი კარგად ახლად კიდენ გევიცნათ ჩვენ ძველი რაი ვიყავით დღე რაი ვართ ესენი კარგა ვიცოდეთ. ხო, ტრაგედია ისიც საქართველოს ისტორიაში, რომ თურქეთში მცხოვრებმა ქართველმა და სახელმწიფო საქართველოში მცხოვრებმა ქართველმა ეხლა რომ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. თქვენ ბრძანეთ, რომ აი რუსეთი, როდესაც იყო იმ პერიოდში ძალიან რთული იყო შემოსვლა და აკვლევა, ხო? ეხლა თქვენ პირდაპირ შეგვიძლია ვიკვლევოთ. აი რას იკვლევთ და რა აღმოაჩინეთ? ჩვენი კულტურის მეცნიერები სხვა ოფიციალური მეცნიერები ჩამოდიან. ახლა აქ ისეთ იუნუს ემრე ინსტიტუტი გასხნილი აქვს. თურქებ და თურქულ აწავლებს ქართველებს. ჩვენაც ახლა იქა ვინც გასკი უნდა ჩვენი სახელმწიფო
ამბობს კი თქვენაც თუ ქართული გინდანან კითხვა დაწერვა თქვენ twin პრობლემი არ არისო. ხო, ანუ მე რომ უფრო გასაგები გავხადო მაყურებლისთვის, ანუ ადრე იყო პრობლემა, როცა საქართველოს, ანუ როცა ქართველს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებს ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, უნდა ქართული სწავლა, მას ქონდა პრობლემა. მაგრამ ეხლა პრობლემა აღარ აქვს? კი. არა, აღარ არის პრობლემა. რა სახელმძღვანელობით ასწავლიან, მოდით ესე ვთქვათ, თურქეთში ქართულ ენას? არა, ქართული ენა უნივერსიტეტებში არის. თქვი ის სახელების ქალაქების სახელები უნივერსიტეტებში სტუდენტები სწავლობენ, ვინც ხასკი უნდა თურქეთში დაისწავლის ქართულ, უნდა ჩამოაყა აქ დაისწავლის საქართველოში. გაცვლითი პროგრამებით. პრობლემი აღარ აქვს. ეს მგონია კი ასე გაგზელდესნა ესა. ანუ თქვენ ქართულს ასწავლით იქ? ვასწავლით. დიახ. ვასწავლით ახლანდელი ჩვენი დიდრონების ამბობენ კი, ვინც ხას კი რომელიც ენა უნდა ის დაისწავლოს. ძველად ასე არ იყო. ძველად ევროპული ენები ბევრი იყო. რუსული ენაც იყო, მაგრამ ქართული ენა დასწავლას ალაგი არ იყო. კი ბატონო. მაგრამ სახში მეშობლებისგან ერთად ლაპარაკობ. ახალად გეისხნა ამ უნივერსიტეტებში ეს ქართველობა დასწავლა და ბევრი ადამიანი სწავლობს ქართულს. ვინც ხას კი უნდა და დაახლოებით რა რაოდენობა? არის და ქართველი დასწავლა ისი ძნელია. იმიტომ დღესაც უნივერსიტეტში სხვა ალაგიდან ქვეყანიდან ჩამოსული ქართველი რავაი დავასწავლოთ, რავაი იქნება იქაც პრობლემები ვილაპარაკეთ და პირველად კი ეს დასწავლული არ აქვს სახლიდან, დედადან, მამადან მერე კი ქართული ისწავლიან, კარგად ვერ ლაპარაკობენ. ძნელია. რატომ ასე არის? ქართული ენა ბევრი ალბანი ასოები აქვს. თურქეთზე ბევრი ასოები ერთის ერთმანეთთან ბევრი განსხვავება მოდის. იმიტომ გრამატიკა სხვადასხვა ქვეყანებისა და მოდის კი ეს ქართული ენა დასწავლა ძნელიაო. იმიტომ მე ვამბობ კი ქართული ენას სხვა ქვეყანებზე სახელმწიფოებზე დასწავლისთვენ კარგი გრამატიკა გაკეთება უნდა. ეს დევინახე მე აქა. ანუ თქვენ ფიქრობთ ბატონო ოსმან რომ თუ ეს კეთდება თურქეთისთვის, თუ ეს კეთდება საფრანგეთში მცხოვრები, თუ რუსეთში მცხოვრები, სხვადასხვა ტიპის ლიტერატურაა საჭირო რომლის მიხედვითაც ვასწავლით. საჭირო არის. მე ეს ორნახევართოზე დევინახე აქა. გრამატიკა ინგლისურ ენასთვინ გაკეთებულია. ეს კარგია, ამის საჭირო იქნება. ამა მე მინდა კი თურქეთი დიდი ქალაქია და თურქეთის პოტენციალი დიდი არის. იმიტომ აქევრული ენის მეცნიერებმა მინდა კი ლამაზი გრამატიკა გააკეთონ. ჰემ აქ ჩამოსვლელ სხვა ალაგიდან თურქეთის დოქტორანტებიც მოდიან. დოქტორანტებისაც დღესაც დევინახეთ, ისინი კარგად ვერ ლაპარაკობენ. მეორე იმის, ეს თუ გაკეთდეს გრამატიკა, თურქეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი საქართველოს ენების წინაც ჯობია. იმათაც უნდან, იმათაც ვებნები კი თქვენ ლექსიებზე რას ასწავლით. ციგნები რომელი გაქვთ, სწორედ ციგნი არ აქვთ. სხვადასხვა ტექსტებიდან ასწავლიან. ესაც დიდი პრობლემა გამოდის. იმიტომ ბევრ არ უნდა კი ქართველის ენაზე კი სწავალ ეს ძნელია და თქვენ კარგად ერკვევით ზოგადად თურქულ სამყაროში, კარგად ერკვევით ქართულ სპეციფიკაშიც, ანუ ენის სპეციფიკაშიც. როგორ ფიქრობთ, აი თურქეთის ტერიტორიაზე იგივე ლაზებს ფონეტიკა ახსენეთ წეღან, მათ ასწავლიან ლაზურს თურქული ალფავიტით.
როგორ ფიქრობთ, რამდენად ეს შეესაბამება ლაზურ ფონეტიკას, რომ ის ბგერები, რომელიც თურქულში არ არის, რამდენად რეალურად შეისწავლიან ისინი და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ როცა თავის დროზე კირილიცაზე გადაიყვანეს ალფავიტი აფხაზური, ძალიან ცუდი შედეგი დადგა იდენტობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ენა იდენტობის მატარებელი, მოდით ესე ვთქვათ. ხომ არ ემუქრება რაღაც საფრთხე ამ ლაზურ იდენტობასაც, თუ კი მათი ალფავიტი იქნება ცალსახად მოცემულ მომენტში თურქულ ალფავიტზე დამყარებული. ახლა თურქეთში ბევრი ეთნიკური სხვადასხვანაირი ეთნიკური ხალხი არიან. ჩვენი თურქული არის ყველაფერი იცი სახელმწიფოს თურქეთი ქვია დღე. მერე არიან ქურდები არიან, ჩერქეზები არიან, ქართველები არიან. ეს თქვა ქართველებმა სახელმწიფოზე ზველათაც პრობლემი არ ქონდნენ, დღესაც პრობლემი არ აქვთ. ახლა ამ თანამედროვეში ეს ევროპული პოლიტიკაც ასე არის. სხვა ეთნიკურ ემებსაც, ქურთებსაც ამგვარი პრობლემები გვაქვს ჩვენ. თავისთავად ამბანი ქონდეს ჩემთვის მე სხვა ვარ თელმა იცოდენო ამგვარი პრობლემები გამოდის. იმიტომ მეც ხედავ ზოგჯერ ლაზებმაც თავისთავად ლექსიკონი გააკეთეს. ჩვენაც სხვა ვარ თუ ჩვენაც სხვა ალბანი გვაქვს ისე ლაპარაკობენ. ეს არის იმ ვინც ხაკი ლაზები არიან წინსამოსული კაცები ესენი თავისთავად აკეთებენ. ხო, ანუ თქვენ ვთქვათ რომ ეს არის ლაზების არჩევანი, რომ მათ ამ ესენა თავიანთი ენა ისწავლონ თურქული იმის გამომდინარე. კი ბატონო. არებნევა სახელმწიფო ახლა ჩვენი 20 წელიწადია, ბელკი პირველად ასე არ იყო და 20 წელიწადია დიდი ემე არის ყველასთვის კარგი ცხოვრება არის. რაღაცას კი ფიქრობს ისე ის ცხოვროსო გვინდა. მეც ისე ვფიქრობ. ეს დაბადებულიდან მოდის ეს ენა. ეს არა თქვა კი მე აკნადები ბადო ეს ენანა ვილაპარაკო. მერტმაცე გაგვარჩი არა მერტის ისე ამბობს. შენ სხვა ხარ ის და სხვა, ამა ერთად იყავით და კარგად იცხოვრეთ. კი, არა, ზოგადად ახლა ასე კი გევიგნათ პრობლემებინა გათავდესნა. ასე თუ არ დავიფიქრეთ, მაშინ ჯგუფები გამოდის სხვა ჯგუფებზე. სხვა პრობლემები. კი, მესმის სწორედ ეს არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რასაც თქვენ ახლა ბრძანებთ, რასაც თურქეთი რეალურად ატარებს, იმიტომ რომ მათი პოლიტიკა მთლიანად არის მორგებული იმაზე, რომ ის ადამიანები, ვინც თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ისინი იყვნენ თურქული სამყაროს შემადგენელი ნაწილები და არ იყვნენ ამოვარდნილი ზოგადად თურქული ყოფიდან, ესე ვთქვათ, ხო? ხო, ეს ახლა მათ ძალიან მოწესრიგებული პოლიტიკა აქვთ ამასთან მიმართებაში, საკმაოდ მე ვიტყოდი, რომ აგრესიული საქართველოს მიმართებაში, იმიტომ რომ ის პოლიტიკა, ის ფილმები, ის ყველაფერი რეალურად არის პროპაგანდა, ხო, ამ თურქული ცხოვრების. რაც შეეხება იმ ნეოოსმალიზმის, რაც შეეხება თვითონ აი ამ ლაზებთან მიმართებაში, ალბათ სახელმძღვანელო ქართულენოვანი გამართული რო იყოს, ბუნებრივია რომ ჯობია თქვენ დამეთანხმებით ალბათ რომ უფრო ლოგიკური არის მათთვის ქართული, რახან ქართულია გამომდინარე ქართული ანბანი, ხო? ამიტომ ალბათ პრობლემა ეს არის რეალურად, რომ არ არის კარგი გამართული სახელმძღვანელო, თუ არა და სახელმწიფო მიცემს უფლებას, რომ მათ აი ეს ენა ისწავლონ ლოგიკურ ქართულ დამწერლობაზე. კი, ახლა ამათ სახელმწიფო კი უთხრან კი ჩვენ ქართული ენაზე ნადევიცავლოთ ლაზურუზეო პრობლემი არ არის. კი ბატონო, როგორც ჩანს დიალოგის პრობლემა უფრო არის ორ სახელმწიფო შორის, რომ ქართველები დაიცვან. ადამიანები ეს კარგი ანალიზი გაკეთება უნდა. დიახ, შესწავლა თემას. კარგი დასწავლა უნდა, რატომ ასე ფიქრობენ სიდან მოდის. დიახ. ეს თუ კარგი ვერ გევიგნებთ. მაშინ სხვადასხვა ენაზე დიახ პრობლემები გამოდის. ახლა არიან ერთი ხალხი არიან, ერთი წინსამოსული ხალხები არიან. ამ საქმეებ მეცნიერები, დიდრანი კაცები, წინსამოსული კაცები აფერებენ. მეორემა არიციან კი ეს რატომ ასე მოდისო. იმიტომ ეს საქმეები იდეოლოგი უგახტომელი
ინა იყოს. რა დროცა კი იდეოლოგი გახდება, მაშინ ვერაფერ ვეღარებნები კი ეს სწორე არ არის. იმიტომ ეს კარგად დაფიქრება უნდა. ხო, ანუ არ უნდა იყოს იდეოლოგიზებული მეცნიერება, ამას გულისხმობთ, ბუნებრივია. ხო, მე ისევ ვფიქრობ, საქმე კი სწორედ რაც არის, ზველად რაც კი იყო ის ენა რომელსთან ახლო იყო, ისე ცხოვრება ჩემთვის კარგი არის. კი ბატონო, კი და გეთანხმებით იმაშიც, რომ მეტი იცოდნაა საჭირო წარსულის და პრობლემებიც არ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერზე პასუხი ბუნებრივია წარსულში დევს. როგორც თქვენი ისტორიის წარსულში, ისე ჩვენი ისტორიის წარსულში. ძალიან საინტერესო იყო ბატონო უსმან თქვენთან საუბარი. მე იმეც ვიტოვებ, რომ სახელმწიფოები განაგრძობენ ჩვეულებრივ დიალოგს და ამ დიალოგის შედეგად მივალთ იქამდე, როგორ ჯობია, რომ ჩვენი წარსული შევინარჩუნოთ და პატივიცეთ ერთმანეთის კულტურას და ერთმანეთის ყოფას. ჩემთვისაც დიდი მადლობა გითხრა. თურქეთის სიტყვაც სალამი თქვენაც იცით. თურქის სალამი უთხრა ყველა ქართველს. ასე ვფიქრობ, კი დღე მეზობლობისა, კარგი მეზობლობის დრო არის. ეს ჩვენ გავაფეროთ, ჩვენ ახლო სახელმწიფოები ვართ. ეს ევროპაში იციან, ამერიკაში იციან, სხვა ალაგებზეც იციან, კი მეზობლები კარგად იქნებიან, ცხოვრება ლამაზი იქნება. მეზობლები თუ შენი მეზობელი თუ კარგად ვერ ცხოვრობ, შენ კარგად კი იყვე, მაშინაც ეს ცხოვრება ლამაზი არ არის. ახლა თურქეთშიც ასე ფიქრობენ. პრობლემა არ არის. მე მუსლიმანი ვარ, მეორე ქრისტიანია. ამა ჩვენ ძველი მეზობლები ვართ. არა, თან ამას გარდა ისიც ისტორიული რეალობაა, რომ საქართველო ამ ხრივად უნიკალური ქვეყანაა, რომ აქ იყო ყოველთვის თანაცხოვრობა და დიალოგი, როგორც აზიის და ევროპის, ისე მართლმადიდებლური და მუსლიმური, ანუ ჩვენ მქონდა რეალურად თანაცხოვრების ძალიან კარგი კულტურა ყოველთვის. შესაბამისად, ეს დიალოგი კვლავ ეს დიალოგი გავაგზავნოთ. კარგად გავეთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა პირიქით. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილია დასრულებული. ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით და იგივე თემას განვაგრძობთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.